Ქსმენია თუ არა იმ უძველეს საეკლესიო ცენტრზე, რომელზეც ჯერ კიდევ 506 წელს სომხური ხელნაწერები საუბრობდნენ. გაინტერესებს ადგილი, საიდანაც წმინდა ნინომ თითქმის მთელი ივრის ხეობა მოაქცია. ანდარამაიძულა ერეკლე მეორე გაეუქმებინა ის ეპარქია, რომელიც მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ იყო შექმნილი. მე გიორგი თავაძე ვარ, ეს კი დაკარგული ძიება. წამომყევი და ერთად გავაცოცხლოთ ხაშმის, იგივე კაწარეთის სამების სამონასტრო კომპლექსის წარსული და ისტორია. წავედით. მოგესალმებით. ისევ და ისევ დრო დადგა ჩვენი ახალი გასვლის. ყლავაც ჯგუფის უცვლელი წევრები, აგერ ბატონი ზაზა, რომელიც ოპერატორია, გოგა გზად შემოგვხვდება ტრადიციულად და მივემართებით ისევ და ისევ აღმოსავლეთ საქართველოსკენ. ჩვენი მიზანია აი ამ შაბათ-კვირის გასვლაზე, რომ 4 ისტორიული სიუჟეტი მოვამზადოთ. აქედან, რა თქმა უნდა, თითოეულს თქვენ ყოველ შაბათს საღამოს 9 საათზე იხილავთ. კეთხვით წინასწარო 4-ვე ძეგლი, რომელსაც ჩვენ გადავიღებთ, იქნება სამონასტრო კომპლექსი, რომელთაგან ყველას ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ისტორია აქვს. ეხლა კონკრეტულად პირველი რომელი ძეგლის გადაღებითაც დავიწყებთ, გეტყვით რომ ერთ დროს კახეთის ერთ-ერთ უმთავრეს საეპისკოპოსო კათედრალსაც კი წარმოადგენდა. ახლა დავიძარით გზას და დეტალებს და სხვადასხვა ამბებს შემოგთავაზებთ პერიოდულად. წავედით. დათქმულ ადგილზეც ვიმყოფებით, ველოდებით ბატონ გოგას, რომელიც უკვე წესით არაუმეტეს 5 წუთის ადგილზე იქნება. დღევანდელი გასვლა კიდე იმით არის გამორჩეული, რომ დღეს ჩვენთან ერთად იქნება 2 ადამიანი, ერთი თუ არ ვცდები გოგას მეგობარია და მეორე არის ჩვენი მაყურებელი და გამომწერი, რომელმაც მოგწერა და გითხრა, რომ თუ არ იქნებოდა პრობლემა, მასაც უნდა და ჩვენთან ერთად უშუალოდ გასვლაში მიეღო მონაწილეობა და ყოფილიყო ამ პროცესის ერთ-ერთი წევრი. ჩვენც რა თქმა უნდა სიხარული დავთანხმდით და ამაზე უარს როგორ ვეთყობთ. გავნახოთ გოგაც მოვა, გავცვლით რაციებს და გავემართებით კახეთის სიღრმეებისკენ. აგერ გოგა და მისი ყველგან მავალიც. თეთრი ვრანგლერით უკან თორნიკე მოხვება. ეს კი დავითია, როგორც უკვე გითხარით, ის ჩვენი არხის მაყურებელია და სწორედ მან გამოთქვა სურვილი ერთ-ერთი გასვლის მონაწილე გამხდარიყო. დავადექით ხაშმისკენ მიმავალ გზას. დღეს კოლონა ვართ 4 მანქანიანი. ერთი ხო ჩვენი, ერთი გოგა. გოგას მეგობარია კიდე ისიც ვრანგლერით და კიდე ერთი მანქანა გვყავს, ესე იგი ამ 4 მანქანიან კოლონაში, რომელიც არც ვრანგლერი, არც ყველგანმავალია, მაგრამ თამამად ესე ვაშკაცურად მოყვება. რომ გითხარით, ჩვენი მაყურებელი და გამომწერით, ხო? ეხლა ხანს დავმეგობდით. დავითი, ბატონი დავითი მოყვება, ეს ჩვენ უგან არის ყველა ის ავტომობილი, რომელთაც მივემართებით კაწარეთის მონასტრისკენ. კაწარეთის სამება ეხა პირველი რომელიც უნდა გადავიღოთ და თქვენ დღევანდელ სიუჟეტში რასაც ნახავთ. მე მგონი კი არა და მოწესრიგებული გზა მიდის და აქედან გამომდინარე არაფერი ისეთ მაღალი გამავლობის ავტომობილს არ მოითხოვს. ამიტომაც ჩვენც და ჩვენი გამომწერიც ერთად უპრობლემოდ ყველანი ჩვენი ავტომობილებით მივალთ. აი მე უკვე ცოტა გართულდება გზა სხვა დანარჩენ ძეგლებზე და უფრო მეტი საინტერესო იქნება. ანუ ამას უკვე თქვენ სხვა სიუჟეტში ნახავთ. მანამდე კი გამოვყევით კაწარეთის იგივე ხაშმის სამებისკენ მიმავალ გზაზე. არავითარი მერე ან სხვა სიუჟეტი. როგორც დაკარგულის ძიებას შეეფერება. ჩვენ ამ სერიაშივე ხელოვნურად ვართულებთ მონასტრისკენ მიმავალ გზას. ახლავე აგიხსნით კონკრეტულად რას გულისხმობ. სიტუაცია შემდეგნაირია. არ დაპატიოსნებთ ხაშმიდან ავიდოდით. GPS მივენდეთ და წამოვედით და გამოგვიშვა ესე ვთქვათ კი არა, იმით რა ქვია, პატარძეულის მიმართულებით და ჩვენც ახლა აღარ გავიტეხეთ იხტიბარი და პატარძეულიდან ხევ ვცდილობთ რომ გადავიდეთ კაწარეთის სამებაზე. თან ჩვენ მანქანებსაც გავავარჯიშებთ ესე რა ვთქვათ. ვარჯიშს ივრის მარცხენა შენაკადის, მდინარე კალოთხევის გადაკვეთით ვიწყებთ. უფრო სწორედ დამშრალი მთის მდინარის კალაპოტზე გადავდივართ, რათა მეორე ნაპირიდან გზა პირდაპირ ტყის სიღრმეში განვაგრძოთ.
კარგად გავირთულეთ გზა. არა და აი მარტივად ისეთი გზა მიდის. შეგიძლიათ სედანითაც მიხვიდე და ჩვენ ახლა მთლად ძველი, ესე ვთქვათ, ისტორიული საურმე გზით მივდივართ, რომელიც ამ ბოლოს ალბათ ტრაქტორით არის ალბათ წლების წინ გასუფთავებული და შეიძლება მაქსიმუმ აქეულოთ მეტყევეებს ან ჩვენაირ ადამიანებს, ვინც ესე ბუნებით საზრდოობენ და თან იმიტომ მიუყვებიან გზას, რომ ბოლოს რამე ისტორიულ ძეგლთან აღმოჩნდნენ. ასე რომ ამასაც გარკვეული მუღამი აქვს და ჟარგონულად რო თქვა და ჩვენს მიუყვებით. შეიძლება ზედმეტად 1 საათ ნახევარს ვკარგავთ თან. დღეს რამოდენიმე ძეგლი უნდა მოვასწროთ, მაგრამ აი ჩათვალეთ რა ჩვენს სიამოვნებასაც ხო ვიღებთ გზით უშუალოდ რა. ცოტა ადრენალინი, ცოტა ექსტრემი და წინ კიდე მთელი ისტორია და სიამოვნება გველოდება როგორც ჩვენ, ასევე თქვენ. ხო, გამომწერი ჩვენი ბატონი დავითი, უკვე მეგობარი აღარ გვინდა ეს გამომწერი და ბაყურებელი, მეგობარია ჩვენი შეძენილი ესე ვთქვათ ამ საქმიდან. საკმაოდ კაი ამწყობაზე აგერ გოგასთან ზის უკან, მისი მანქანა იქვე სოფლის ბოლოში გავაჩერეთ, კემრიელად მივაპარკინგეთ. მაგრამ ეხლა მშვიდობით გავიაროთ ეს გზა რა, იმამდე კაწარეთის სამებამდე და მე ამ გზით ნამდვილად უკან აღარ დავბრუნდებით. თავარი გზით ჩავალ და პატარძეულის სოფლის თავში დგას დავითის მანქანა და ისე წამოვიყვანთ რა. უკვე ძალიან ახლოს ვართ. 80% სრულიად გავლილი გვაქვს გზის. ეხლა წეგან რაციაში ტონიკემ გითხრა. ოსმანდის აპლიკაცია აქვს ჩართული ოფლაინზე და ზუსტად გვიჩვენებს. მივედით რა. მთელი სირთულე აწყო გზის გამოვიარეთ ეხლა და ნახე როგორი მოსწორებულია. აღარც არის გაფჭებული მონაკვეთები. გასწორებული გრუნტიანი გზა მიდის. და ბევრად უფრო ვაკე ნიადაგზე გვიწევს ეხლა სიარული. წეგან როგორც ჩანს ამოვიარეთ მთელი აღმართი და მთა და მე ეხლა გავსწორდით რა და უკვე იმ დონეზე ვარ და იმ სიმაღლეზე ვარ, სადაც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ხაშმში და გადავდივართ აი ესე ძველი გზით. დღე უკან დარჩა. ჩვენს წინ კი გომბორის ქედის გაშლილი ველი გადაიშალა. სწორედ აქ საუკუნეების უკან ჩვენს წინაპრებს ის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი აღუმართავთ, რომელზეც დღევანდელ სიუჟეტში უნდა გიამბოთ. ესე იგი აგერ დღევანდელი ჯგუფიც მოვადექით ჩვენ დანიშნულების ადგილს. ეხლა ცოტა შევიქოქინებთ და დავიწყებთ გადაღებას და თქვენ კიდე წინ გელოდებათ ისტორიული, ესე იგი აკადემიური ნაწილი, ვისაც გაინტერესებთ კაწარეთის იგივე ხაშმის სამების ისტორია, აუცილებლად უყურეთ. ესე რა სიტყვით, გზაზე თორნიკე, კაი გართობა იყო. უხდება ისეთ ადგილებს, ესეთი გზა საინტერესო გზას და საინტერესო ადგილების ნახვაც. მე ვფიქრობ ახლა ტრასით რო ამოსულიყავით, ესეთი არ იქნებოდა გზაში კარგად გავერთეთ. კი, რა თქმა უნდა. ნამდვილად მართალია. იყო პატარ-პატარა დაბრკოლებები, მაგრამ მაინც პრაქტიკამ და მანქანებმა მაინც თავის იქნა და მსუბუქად ლამაზად როგორც შეგვეფერება, ისე გადმოვედით მშვიდად და მშვიდათაც მოვივლით ამ ლამაზ ადგილს. კი ბატონო, აგერ დავითი, როგორც გითხარით, ჯერ ჩვენი მაყურებელი და გამომწერი იყო, უკვე მეგობარია და კაცი დაფიქრდა ვრანგლერის შეძენაზე. ხო ფიქრობ ჩემო დავითი? კიას გადავცლებული. ო, კია ტყვეობაში ყავს პატარძეულთან. ესე რომ წავედით ჩვენ, ახლა გაჩვენებთ აკადემიურ ნაწილს. აბა საქართველოს ისტორია არ არის მხოლოდ დიდი ბრძოლებისა და მეფეთა დიდების ქრონიკა. ჩვენი წარსულის ნამდვილი, ცოცხალი მაჯისცემა ხშირად სწორედ იქ იგრძნობა, სადაც საუკუნეების წინ აყვავებული ქალაქები და მძლავრი საეპისკოპოსო ცენტრები არსებობდა. მსგავსი ადგილები დროთა განმავლობაში მივიწყებას მიეცა, მაგრამ ბევრმა მათგანმა დღეისათვის სრულიად ახალი სიცოცხლეც კი შეიძინა. სწორედ მსგავსი ისტორიული ტრანსფორმაციის ნაწილია გარე კახეთში თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ ხაშმის სიახლოვეს მდებარე კაწარეთის სამების სამონასტრო კომპლექსი. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს ადგილი არ ყოფილა უბრალოდ ქრისტიანული სავანე. იგი წარმოადგენდა ძველი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო ცენტრს, კაწარეთის საეპისკოპოსო კათედრას, რომლის ხსენებად საუკუნეების ქართეხილებმა ხალხის მეხსიერებიდან თითქმის წაშალა. მოზრდილი ზომის სამნავიანი ბაზილიკა გარშემორტყმული გალავნით. ეპისკოპოსისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კოშკი,
სამრეკლო და სხვადასხვა ფუნქციის მქონე სამეურნეო ნაგებობები, ეს კაწარეთის სამების კომპლექსში შემავალი ის შენობებია, რომელთა წარსულის გასაგებად და აღსადგენად საჭიროა გადავხედოთ იმ საისტორიო სახის ჩანაწერებს, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს. თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ ტოპონიმის განხილვით. კაწარეთის სამება ან ხაშმის სამება. ეს ის სახელებია, რომლითაც ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტს მოიხსენიებენ. იმისთვის, რომ ამ დასახელებათა მნიშვნელობა და წარმომავლობა გავარკვიოთ, მინიმუმ 16-17 საუკუნით უკან უნდა გადავინაცვლოთ. და ნინო კვალად წარვიდა კუხეთად და დადგა კაწარეთს და მონათლა კუხნი და სუჯნი ერითურთ მათით. ეს გახლავთ ნაწყვეტი ისტორიულ ჰაგიოგრაფიული სახის თხზულებიდან მოქცევაი ქართლისაი, სადაც ძირითადად საუბარია მე-4 საუკუნეში წმინდა ნინოს მიერ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაზე. ამ შემთხვევაში ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმ კუთხით, რომ მისი წყალობით ვიგებთ ადგილს, სადაც სამონასტრო კომპლექსია გაშენებული, უპირველესად კაწარეთი რქმევია. მე-5 საუკუნიდან მოყოლებული მე-13 საუკუნის ბოლომდე ჩვენი მეზობელი სომხეთის ეკლესია აქტიურად ეწეოდა მიმოწერას სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირებთან ქრისტიანული დოგმატიკისა და საეკლესიო პრაქტიკის თაობაზე. ეს ეგრეთ წოდებული რელიგიური დოკუმენტები გაერთიანებული იყო ერთ დიდ ხელნაწერად, რომელსაც ეწოდებოდა ეპისტოლეთა წიგნი. მასში ამოიკითხება საკმაოდ საინტერესო ცნობა, რომელიც დაკავშირებულია ქალაქ დვინში 506 წელს ბიზანტიის ინიციატივით ჩატარებულ საეკლესიო კრებასთან. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, სომხურ ხელნაწერში ჩამოთვლილნი არიან ის ქართველი ეპისკოპოსები, რომელნიც კრებას ესწრებოდნენ. ქართული დელეგაცია შედგებოდა 24 მღვდელმთავრისგან, რომელთაგან ბოდბელ, ჭერემელ და სხვა ეპისკოპოსებთან ერთად კაწარელიც არის დაფიქსირებული. ახლა რომ შევაჯამოთ ზემოთ მოყვანილი მოქცევაი ქართლის და ეპისტოლეთა წიგნის ამონარიდები, ვიღებთ შემდეგ მოცემულობას. იმ ადგილის პირვანდელი ტოპონიმი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, კაწარეთი ყოფილა. ხოლო მე-6 საუკუნის დასაწყისისთვის აქ არსებობს საეპისკოპოსო, რომლის ცენტრსაც ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი წარმოადგენს. ნინო წმინდა ზეით ერთვის იორს სამების ხევი. ამ ხევზე დარს ეკლესია დიდშენი, ზის ეპისკოპოსი. ეს გახლავთ ნაწყვეტი მე-18 საუკუნის ნაშრომიდან, რომელიც ეკუთვნის ისტორიკოსსა და გეოგრაფს ვახუშტი ბატონიშვილს. ამ ნაშრომის სახელწოდებაა აღწერა სამეფოსა საქართველოსა. როგორც თავად მოისმინეთ, გვიანი შუა საუკუნეებისთვის ტოპონიმი კაწარეთი დავიწყებას არის მიცემული, ხოლო აქაურობას სამების, ესე იგი სამების ხევის სახელით მოიხსენიებენ. ყველაზე გვიანდელი ტოპონიმი კი აქაურობისა წესით და რიგით უნდა იყოს ხაშმი და ჟღერს აქაურობის სახელი როგორც ხაშმის სამება, ხაშმის სამების სამონასტრო კომპლექსი. ეს ყველაფერი კი თავისთავად გამოწვეულია თავად სოფელი ხაშმის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობით. მიუბრუნდეთ ისევ მოქცევაი ქართლის ზემოთ მოყვანილ ცნობას, რომლის მიხედვითაც დღევანდელი ხაშმის ტერიტორიაზე, ესე იგი იმჟამინდელ კაწარეთში წმინდა ნინომ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია ივრის დინების აუზში მცხოვრები ჰერული ტომები, სუჯები. ამ ამბიდან მალევე, კერძოდ კი მე-4, მე-5 საუკუნეთა მიჯნაზე, უნდა აეგოთ ბაზილიკური ტიპის სამების ეკლესია. ხოლო საისტორიო წყაროებისა და საეკლესიო სამართლის ძეგლთა მიხედვით, კაწარეთის საეპისკოპოსო უნდა წარმოშობილიყო ქართული ეკლესიის ძირეული რეფორმების პერიოდში. ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასლის ეპოქამდე, ესე იგი მე-5 საუკუნის მეორე ნახევრამდე, იბერიის, იგივე ქართლის სამეფოში ყველა ქალაქსა თუ მნიშვნელოვან დაბას თავისი ეპისკოპოსი უნდა ჰყოლოდა. ვახტანგ მეფის მიერ გატარებული ფართო მასშტაბიანი რეფორმის შედეგად კი იბერიის ეკლესია 13 ეპარქიად დაიყო. ესე იგი მონარქის უშუალო გადაწყვეტილებით ახლებურად მოეწყო კათალიკოსის ინსტიტუტი. სწორედ ამ რელიგიური გარდაქმნებისას ჩამოყალიბდა გარე კახეთის იგივე ივრის ხეობის ქრისტიანული ერთეულები, რამაც საფუძველი ჩაუყარა მოგვიანებით კაწარეთის საეპისკოპოსოს დაარსებას. ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზემოთ აღნიშნული პროცესი ჩვენი დღევანდელი სერიის მთავარ ობიექტთან მიმართებაში უნდა დაწყებულიყო მე-5 საუკუნის მეორე ნახევრიდან და დასრულებულიყო არაუგვიანეს მე-6 საუკუნის დამდეგისა. სომხური საეკლესიო ხელნაწერების მიხედვით, იმჟამინდელი პირველი ეპისკოპოსი ზაქარია კაწარელი იყო. ისტორიულ საქართველოში ეკლესია მონასტრები მხოლოდ რელიგიურ კერებს არ წარმოადგენდა. ქრისტიანულ სავანეებში მოღვაწე სასულიერო პირები ფართო საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ. მათი ძალისხმევით ხდებოდა ლიტერატურის თარგმნა, გადაწერა და გავრცელება,
რამაც მყარი საფუძველი ჩაუყარა შუა საუკუნეების საქართველოში არაერთი გამოჩენილი მოღვაწის აღზრდას. როგორც დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი თავის ფუნდამენტურ კვლევებზე დაყრდნობით ამბობდა, ქართულ ეკლესიას გააჩნდა სახელმწიფოებრივი სხეულის ყველა თვისება. მას ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა, ფლობდა ვრცელ მამულებს, ჰყავდა ყმები და ჰქონდა უფლება საეკლესიო დროშის ქვეშ საკუთარი სამხედრო ძალა გამოეყვანა ომიანობის ჟამს. კაწარეთის ეპისკოპოსი, ესე იგი კაწარელი, როგორც მძლავრი ფეოდალური ერთეულის მეთაური, უშუალოდ მონაწილეობდა ხელმწიფის კარის მუშაობასა და ქვეყნის უზენაეს მართვა-გამგეობაში. იგი ხელმძღვანელობდა ივრის ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ ცხოვრებას. განაგებდა გადასახადებს და ახორციელებდა სრულ სასამართლო იურისდიქციას თავის სამწყსოზე, რომელიც მხოლოდ საეკლესიო სამართალს ემორჩილებოდა და დაცული იყო საერო მოხელეების თვითნებობისგან. მიუხედავად იმ უბედურებებისა, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა, ჯერ მე-13 საუკუნის 40-იან წლებში მონღოლთაგან, მე-14-ის ბოლოსა და მე-15-ის დასაწყისში თემურლენგისგან და ამას დამატებული იმ თურქმანული მოდგმის ხალხთა გაერთიანებათაგან, რომლებიც საქართველოში ერთმანეთის მონაცვლეობით ლაშქრობდნენ. აი ამ მოცემულობის დროს კაწარეთის სამებას, როგორც საეპისკოპოსო კათედრალს, ფუნქციონირება არ შეუწყვეტავს. 1556 წლისათვის როდესაც ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლიდან თითქმის 1 საუკუნე იყო გასული. კახეთს მართავდა ლევან ბაგრატიონი, ხოლო ქართლის სამეფოს სიმონ პირველი. მიუხედავად იმისა, რომ ქართლიც, კახეთიც, იმერეთიცა და კიდევ რამოდენიმე სამთავრო სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, საეკლესიო კუთხით ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამეფოსა თუ სამთავრო სამღვდელოება მცხეთის უძველეს საყდარზე, სვეტიცხოველზე მჯდომ კათალიკოს ემორჩილებოდა. ასეც 1556-1560 წლებში კათალიკოსი დომენტი პირველი წარმოადგენდა. მის სახელთან არის დაკავშირებული კახეთის სამეფოს ეკლესიური სეპარატიზმის მცდელობის აღკვეთა და ამის დასტურად არსებობს ერთგულების წიგნი. კახთ ეპისკოპოსებისა დომენტი კათალიკოზისადმი. მასში ამოიკითხება ეგნატი კაწარელიც, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მე-16 საუკუნის მეორე ნახევარშიც სამების ეკლესია კვლავაც ფუნქციონირებს როგორც საკათედრო ტაძარი. ამასვე მოწმობს მომდევნო კათალიკოს პატრიარქის ნიკოლოზ მეშვიდისადმი შედგენილი ერთგულების წიგნი, სადაც კახეთის მღვდელ მთავრებს შორის კვლავაც ჩანს კაწარელი ეპისკოპოსი ფილიპე. როდესაც კახეთის ისტორიულ ძეგლებზე საუბრისას ვსვამთ კითხვას, თუ როდიდან იწყება ამა თუ იმ პუნქტის დაცლა და გაპარტახება, უმალ მივდივართ შაჰ-აბას პირველის პერსონამდე, რომელმაც მე-17 საუკუნის დასაწყისში რამდენჯერმე დალაშქრა კახეთის სამეფო. მიუხედავად ჩვენს წინაპართა მედგარი წინააღმდეგობისა, რამაც შაჰის სანაკებო არმია თითქმის მოშლამდე მიიყვანა, ძალთა არათანაბარი მასშტაბებიდან გამომდინარე, ყიზილბაშური ირანის აგრესია კახეთს ბევრად უფრო მძიმედ დაეწყო. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონი გარდა უდიდესი ეკონომიკური ზარალისა, ნამდვილი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგა. დაცლილი სოფლები და ნასახლარებად ქცეული კერები თავის მხრივ ნიშნავდა სამწყსოს გარეშე დარჩენილ საეპისკოპოსოებს. ეს ბედი ეწია კაწარეთის საეპისკოპოსო კათედრასაც. ის თანდათან დაქვეითდა და მოგვიანებით გაუქმდა კიდეც. არსებობს ერთი ასეთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. ბრძანება ერეკლე მეორისა და ანტონ პირველისა, კაწარის სამწყსოს რუსთველისა და ნინო წმინდელისათვის მიბარების შესახებ. 1765 წელი 20 აგვისტო. ჩვენ ირაკლი მეორემან, მეფემან ქართლისა, კახეთისა და ყოვლისა საქართველოსმან და ძმამან ჩვენმან, ანტონ პატრიარქმან, ყოვლისა საქართველოსამან, განვსაჯეთ წმიდის სამების ეკლესიის კაწარის ეპარქია, რომ ერთის ეპისკოპოსისათვის სარჩოდ საკმაო აღარც სამწყსო და აღარც ყმა და მამული იყო. ამისთვის ვბრძანებთ, რომ წმიდის სამების ეკლესიის სამწყსო, ყმა თუ მამული, სადაც იყოს რუსთვლისა და ნინო წმინდლის ეკლესიას გაიყოს დრონდის. ამ ამბიდან 36 წლის შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამეფო სამთავროები რუსეთის იმპერიის მფლობელობაში მოექცა, კავკასიის საეგზარქოსოს მიერ ქართული ეკლესიის ტრადიციული მოწყობისა და ისტორიული საზღვრების უხეშმა ხელყოფამ საბოლოოდ წაშალა კაწარეთის როგორც დამოუკიდებელი ეპარქიის კვალი. დაახლოებით 2 საუკუნის განმავლობაში აქაურობა ჩუმად ინახავდა თავის დიდებულ საიდუმლოებას. ჩემი სიუჟეტები ყოველთვის სევდიანი ნანგრევების ფიქსაციით როდის სრულდება.
კაწარეთის იგივე ხაშმის სამება იმ უნიკალურ გამონაკლისთაგანია, სადაც აწმყონდა დღევანდელობა ერთმანეთი იპოვეს. დღეს ამ ლამაზ და დიდებულ ადგილზე დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. სწორედ ამ ხალხის წყალობით დაიბრუნა კაწარეთის სამებამ ის დიდება და სიმყუდროვე, რომელიც აქ ერთდროს ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა. ხოლო ივრის ხეობაში გაჟღერებული ლოცვის ხმა კი უტყუარი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ისტორიული კერები და ადგილები არ კვდებიან. ისინი მოთმინებით ელოდებიან თავის დროს, რათა ხელახალი მონდომებითა და ძალით გაგვინათონ ჩვენი დღევანდელობა. მე გიორგი თავაძე ვარ, ეს კი დაკარგული ძიებაა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ისტორიულ სიუჟეტამდე. დროებით.